მოგესალმებით. იცით, არის რაღაც, რასაც ყოველ წამს ვაკეთებთ, ისე რომ არც კი ვფიქრობთ, მაგრამ ამის გარეშე სიცოცხლე უბრალოდ შეუძლებელია. დიახ, სუნთქვაზე ვლაპარაკობ. დღეს სწორედ ამ უხილავ ძალას ჰაერს ჩავუხმავდებით, ამ ჩვენს სასიცოცხლო საბანს, რომელიც მთელ პლანეტას აკრავს გარს. აბა, მოდი, ღრმად ჩაისუნთქე. კიდევ ერთხელ. გრძნობ, რა არის ეს, რასაც ასე თავისუფლად ვუშვებთ ფილტვებში? მოდი, გავარკვიოთ ერთად. მოკლედ, რა გველის წინ? პირველ რიგში ვნახავთ, რატომაა ჰაერი ჩვენი პლანეტის ერთგვარი დამცავი გარსი. მერე, ნამდვილი შეფებივით, მის რეცეპტს ჩავხედავთ. მაგრამ აი აქ ამბავი ცოტა რთლდება. შევხვდებით უხილავ საფრთხეს, რომელმაც ამ იდეალურ რეცეპტს გვითვიჭებს. გავიგებთ, საიდან მოდის ეს საფრთხე და ბოლოს ვნახავთ, რა საგანგაშო შედეგები მოაქვს ამ ყველაფერს. კარგი, დავიწყოთ. სანამ კოსმოსის უკიდეგანო სიცარიელეზე დავფიქრდებით, მოდი ჯერ იმას შევხედოთ, თუ რა გვიცავს მისგან. აი ამ ჩვენს უნიკალურ სასიცოცხლო გარს. ჰაერი, მარტივად რომ ვთქვათ, არის აირების ნარევი, მაგრამ ეს არაა უბრალო ნარევი. წარმოიდგინეთ, თითქოს იდეალურად დაბალანსებული კოქტეილია. სწორედ ეს კოქტეილი ქმნის ჩვენს ატმოსფეროს, პირად კოსმოსურ ფარს, რომელიც გვიცავს მზის სასიკვდილო რადიაციისგან, კოსმოსური ყინვისგან, ყველაფრისგან. ამ ფარის გარეშე ჩვენი პლანეტა, ხო იცი, უბრალოდ მარსივით უსიცოცხლო ცივი კლდე იქნებოდა. აბა რა შედის ამ ჩვენი სასიცოცხლო კოქტეილის რეცეპტში? დროა, დავშალოთ ის ინგრედიენტებად და ვნახოთ, რა ქმნის სიცოცხლეს. და აი აქ შეიძლება ცოტა გაოცდეთ. შეხედეთ, ჰაერის თითქმის 80%, ანუ 4/5 აზოტია. აზოტი, ჟანგბადი, რომელიც სასიცოცხლოდ გვჭირდება, სინამდვილეში მხოლოდ 21%-ია. დანარჩენი კი, ხედავთ, სულ მცირე წილია. უცნაური არა, მაგრამ იცით რა, სწორედ ეს ბალანსია, აბსოლუტურად აი მილიმეტრებში გათვლილი და სრულყოფილი ჩვენი არსებობისთვის. და თითოეულ ამ კომპონენტს თავისი უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. აი მაგალითად, ჟანგბადი ჩვენი შინაგანი ძრავაა, ჩვენი ენერგია. მაგრამ წარმოიდგინეთ, სუთთა ჟანგბადი ძალიან აგრესიულია. სწორედ აქ შემოდის აზოტი, როგორც დამაბალანსებელი, რომელიც ჟანგბადს აზავებს, რომ ყველაფერი უწებ არ დაიწვას. ნახშირორ ჟანგი? ჰო, მასეც სულს ხშირად ამბობენ, მაგრამ სინამდვილეში ის მცენარეების საკვებია და ჩვენი პლანეტის გამათბობელიც. მოკლედ, ეს იდეალური გუნდური თამაშია, სადაც არაფერია ზედმეტი. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ეს იდეალური, საოცრად მყიფე ბალანსი ირღვევა? სამწუხაროდ, ჩვენი სრულყოფილი რეცეპტი დღეს ერთი უხილავი, მაგრამ ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. და ამ საფრთხეს ჰაერის დაბინძურება ჰქვია. რა არის ეს? ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს ხდება მაშინ, როცა ჩვენ, ადამიანები, ჩვენი საქმიანობით, იქნება ეს ქარხნები, მანქანები თუ სხვა რამ, ჰაერში უშვებთ ერთგვარ ქიმიურ ნაგავს, ანუ ნივთიერებებს, რომელთა ადგილიც იქ ნამდვილად არ არის. და ეს ნაგავი პირდაპირ წამლავს იმას, რასაც სუნთქავთ, და საფრთხეს უქმნის აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ცოცხალია. კარგი, მაშინ ვინ ან რა არის ამ პრობლემის წყარო? მოდით ერთად გავყვეთ კვალს და ვნახოთ, საიდან ჩნდება ეს უხილავი შხამი ჩვენს ატმოსფეროში. პრობლემის მთავარი მიზეზი, მისი გული, იმალება იმაში, რაზეც მთელი ჩვენი თანამედროვე სამყარო დგას. ეს არის წიაღისეული საწვავი. დაფიქრდით, ყოველ წერზე, როცა მანქანას ქოქავთ, შუქს ანთებთ, სახლს ათბობთ, ჩვენ ვწვავთ მილიონობით წლის წინანდელ ენერგიას, ქვანახშირს, ნავთობს, ბუნებრივ აირს. და აი, სწორედ ეს პროცესია დაბინძურების მთავარი, ყველაზე დიდი ძრავა. ეს მთელი პროცესი ჯაჭვურ რეაქციას ჰგავს. ნახეთ, პირველ ეტაპზე ჩვენი ელექტროსადგურები და ტრანსპორტი ფაქტობრივად გიგანტური ღუმელებივით მუშაობენ და წვავენ ამ საწვავს. შემდეგ, წვის შედეგად, ჰაერში გამოიყოფა მთელი ბუკეტი მავნე ნივთიერებების და ბოლოს ეს ყველაფერი ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან, სმოგის, მჟავაწვიმების და გლობალური დათბობის სახით. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. წიაღისეულის საწვავის გარდა კიდევ ორი დიდი წყარო არსებობს, რომელიც ჩვენს ჰაერს აბინძურებს. ესენია სამრეწველო წარმოება და სოფლის მეურნეობა. ერთის მხრივ გვაქვს სამრეწველო ქარხნები, რომლებიც პროდუქციის წარმოებისას ჰაერში უშვებენ მძიმე მეტალებს და სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს. მეორეს მხრივ კი სოფლის მეურნეობა, სადაც სასუქების გამოყენება და მეცხოველობა იწვევს ამიაკისა და მეთანის გამოყოფას. ეს ორივე ძალიან ძლიერი სათბურის აირია. კარგი, მიზეზები ვნახეთ. ახლა კი დროა შედეგებსაც პირდაპირ შევხედოთ.
იმ ფასს, რასაც თითოეული ჩვენგანი და მთლიანად ჩვენი პლანეტა იხდის ამ ყველაფრისთვის. და ეს შედეგები მერწმუნეთ ძალიან საგანგაშოა. და პირველ რიგში დარტყმას ჩვენი ჯანმრთელობა იღებს. ყოველი ჩასუნთქვისას დაბინძურებული ხაერი ჩვენს ორგანიზმში შემოაქვს უხილავ მტრებს, რომლებიც იწვევენ ასთმას, ბრონქიტს, გულსისხლძარღვთა დაავადებებს და კიბოსაც კი. ეს არის ჩუმი ომი, რომელიც პირდაპირ ჩვენს სხეულში მიმდინარეობს. ჯანმრთელობის პრობლემების გარდა არის კიდევ უფრო დიდი გლობალური სურათი. ნახშირორჟანგი და სხვა დამაბინძურებლები ატმოსფეროში ერთგვარ საბანს ქმნიან დედამიწის გარშემო. ეს საბანი მზის სითბოს უკან კოსმოსში აღარ უშვებს და პლანეტას ათბობს. სწორედ ამას ვეძახით სათბურის ეფექტს და ეს არის გლობალური დათბობის მცխავარი მიზეზი. და ესეც არ არის ყველაფერი. ჰაერში გაფრქვეული გოგირდისა და აზოტის ოქსიდები ზემოთ ღრუბლებში წყლის ორთქულს ერევა. ამ ხიმიური რეაქციის შედეგად კი ჩვეულებრივი წვილა მჟავა წვიმად იქცევა. ეს მჟავა კი შემდეგ დედამიწაზე ბრუნდება და ანადგურებს ტყეებს, წამლავს ტბებსა და მდინარეებს და შენობებსაც კი აზიანებს. და ბოლოს, უნდა გვახსოვდეს ერთი რამ. ჰაერს საზღვრები არ აქვს. ის არც ერთ ქვეყანას ან კორპორაციას არ ეკუთვნის. ის ჩვენი საერთო სიმდიდრეა, ყველასი ერთად. და შესაბამისად მისი დაცვაც ყველას საერთო პასუხისმგებლობაა. ასე რომ, შემდეგში როცა ღმად ჩაისუნთქავთ, ერთი წამი დაფიქრდით. ეს უბრალოდ ჰაერი არ არის. ეს ჩვენი მემკვიდრეობაა. და მთავარი კითხვაც ეს არის. როგორ დავიცავთ ამ მემკვიდრეობას მომავალი თაობებისთვის? ამ კითხვაზე პასუხი კი, ფიქრობ, თითოეულ ჩვენგანშია.